წარმატებები თქვენ ეს იყო სალომე ზურაბიშვილი ის მთაწმინდაზე იყრისკენს როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი მე კი გადავდივარ უკვე სტუდიაში შეკითხვებით ნინო გოგუაძესთან თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი და ალასანია სიის ნომერი მე-3 არის ჩვენი სტუმარი სტუდიაში ქალბატონო ნინო ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად მე მინდა თქვენთან საუბარი დავიწყო სწორედ იმ თემით რაზეც შეკითხვა დაუსვი ახლა სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის თავმჯდომარე რომელიც ჯერ კიდევ მოქმედი არის ამ თანამდებობაზე აცხადებს რომ კოალიციური მთავრობა არის გარდაუვალი რას ფიქრობთ თქვენ მოგესალმებით ინგა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მიხარია დიდი ხანი ეთერში არ ყოფილვარ. კი, მოგვენატრეთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი საუკეთესო რესპონდენტი ხართ და სტუმარი ვარ დღეს. რაც შეეხება დასმულ კითხვას, მე ასე გიპასუხებთ, რომ შესაძლებლობა იმისა, რომ რომელიმე ძალა მოვიდეს უმრავლესობით, არის ძალიან მცირე, ამიტომ მგონია, რომ რა თქმა უნდა, შესაძლებლობა კოალიციური მთავრობისა არის დიდი, მაგრამ ჩვენ თავისუფალი დემოკრატები შევედით ამ ბრძოლაში და ვიღებთ ამ ბრძოლას იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ, ამიტომ დღეს არ ვლაპარაკობთ მოსალოდნელ კოალიციებზე, ასე რომ შესაძლებლობას უშვებთ, გადაწყვეტილებას მივიღებთ ქართველი ხალხის ნების შესაბამისად და იმ რეალობის შესაბამისად, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანის შედეგად დადგება პარლამენტში. კი ბატონო, მესმის რომ არ ვლაპარაკობ, თუმცა თქვენებათვით კითხვას დაგისვამთ კიდე ამ თემაზე და შემდეგ უკვე სხვა შეკითხვები მაქვს თქვენთან. დავუშვათ თუ მოხდება ისე და ალბათ ყველა ღირსეულ კი არა და ნორმალურ პოლიტიკურ პარტიას უკვე აქვს გაკეთებული ამაზე გათვლა, რა როგორ შეიძლება იყოს და როგორი სამოქმედო გეგმა შეიძლება მოცემულ შემთხვევებში რომ გქონდეთ, თუ იქნება ისე რომ ვერ აიღებს უმრავლესობას ვერც ერთი პოლიტიკური ძალა, მათ შორის ვერც ოცნება. საით გადაიხრებით თქვენ, ვის შეუქმნით უმრავლესობას? აი ამ კითხვას დაგისვამ. ოცნებისკენ თუ დავუშვათ სხვა პოლიტიკური პარტიისკენ, მაგალითად ნაციონალური მოძრაობა. იცით რა, მე ასე ვიტყვი რომ ჩვენთვის ნაციონალურ მოძრაობას ვებრძოდით 9 წელიწადი და ძალიან ბევრი რამ, მათ შორის ჩვენი ღირებულებების დისკრედიტაციას, როგორც არის ევროპული, სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს ღირებულებების დისკრედიტაცია მოახდინა ნაციონალურმა მოძრაობამ და ძალიან რთულად წარმომიდგენია, რომ ეს ადამიანები რომ ისევ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, როგორ სახელმწიფოში გვაცხოვრებენ, მეორეს მხრივ ოცნების არაფორმალური მართვა თუ არ დამთავრდა და თუ ივანიშვილის გუნდმა მოიგო ეს არჩევნები, გაგრძელდება არაფორმალური მმართველობა, ესეც აბსოლუტურად გამორიცხავს სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოს, ამიტომ ვამბობ, ეს არის ძალიან რთული გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი, კონსტიტუციაში არის ზუსტად გაწერილი, ვინ აკომპლექტებს, რომელ ადგილზე გასული ძალა აკომპლექტებს მთავრობას და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. შევალთ კოალიციაში თუ არა, ამასაც გადავწყვიტათ არჩევნებიდან გამომდინარე. შეიძლება ოპოზიციაში დავრჩეთ. უფრო სწორედ მე გეუბნებით, რომ ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის. ამიტომ დღეს ვფიქრობთ, რომ გამარჯვებული პარტია ვიქნებით ჩვენ. როგორ გადაწყვიტავს ხალხი, ამის შესაბამისად ვიმოქმედეთ აი იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელზედაც მიგვითითებს ხალხის არჩევანი. ძალიან რთული არჩევნები იქნება, ალბათ დამეთანხმებით ქალბატონო ნინო, მეწეგან სალომე ზურაბიშვილსაც დაუსვი ეს შეკითხვა, რეალურად მართლა ვეშაპების ომი იქნება, იმიტომ რომ 2016 წლის არჩევნები უნდა იყოს გარდამტეხი. მოდით ასეთ კითხვას დაგისვამთ, რა გაძლევთ იმის იმედს, რომ თქვენ იქნებით გამარჯვებული ძალა. მაშინ როცა ყველანაირი კვლევებით, რასაც გვიდებენ, აი დავანებოთ ყველა სხვა კვლევას თავი, დაუშვათ სახელისუფლებო პარტიის შიდა კვლევები. ამ კვლევებით თქვენ ბარიერთან ხართ, ალბათ არ გეკნებათ, ბარიერის გადალახვის პრობლემა და ხვდებით პარლამენტში, მაგრამ რეალურად მაინც პროცენტულად ძალიან დიდი მაჩვენებელი აქვს წინასწარი კვლევებით ოცნებას და შემდეგ ნაციონალურ მოძრაობას. კარგით, ინგა, ასე შევაფასოთ. ნებისმიერი კვლევით
ოცნებას და ნაციონალებს შორის არის ძალიან მცირე განსხვავება. შიდა კვლევებში აქვს მარტო ოცნების შიდა კვლევებში რაც გამოქვეყნდა ოცნებას ორჯერ მეტი მაჩვენებელი დანარჩენი კვლევებით არ აქვს ასეთი დიდი სხვაობა ზოგ შემთხვევაში რატომღაც სხვანაირადაც კი დგება ხოლმე ჩვენ როგორც ვიცით ოცნების შიდა კვლევაში ჩვენ ვართ მესამე ადგილზე ჩვენ ეს ინფორმაცია გვაქვს და ზრდის ტენდენცია იქაც გვაქვს თავარი ის არის რომ სწორედ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას უნდა წარმოადგინოთ რომ ისევ არის შერკინება ორდით ვეშაპს შორის თქვენც როცა ამბობთ ვეშაპს ისევ ბატონ ბიძინას და მიშა სააკაშვილს წარმოიდგენთ ხოლმე ეთყობა ეს ადამიანებიც არ მალავენ ამას ბატონი ბიძინა ამბობს რომ თავარი არის რომ დავამარცხოთ ნაციონალური მოძრაობა და ერთადერთი ჩვენი კონკურენტი არის ნაციონალური მოძრაობა მიშა სააკაშვილი იქიდან გვეუბნება რომ მე და ბიძინა ვარსებობთ საერთოდ და თქვენ არავინ არ არსებობ და თურმე მთელი ჩვენი მოსახლეობა და ეს ჩვენი სამშობლო იმისთვის არის მოწოდებული რომ ამ ორი ტიტანის შერკინებას ვებრძოლოთ ასე არ არის ადამიანები პოლიტიკურათაც ძალიან გაიზარდნენ და ძალიან კარგად იციან რომ ეს არის ძალიან მძიმე პოლიტიკური ბრძოლები შურისძიების სიძულვილის ურთიერთდაპირისპირების ეს არის სწორედ კონცენტრირება პოლიტიკური დისკურსის სხვის განადგურებაზე სხვის მიმართ სიძულვილზე და არანაირად ამაში მათი ყოველდღიური ცხოვრებისეული პრობლემები არ გვარდება უკეთებობისგან არ იცვლება არც ეკონომიკა, არც განათლება, ჯანდაცვის სისტემა ასე თუ ისე მოსახლეობისთვის ხელშესახების სიკეთე რაც ამ ხელისუფლებამ გააკეთა და არ მინდა დავუკარგო, თუმცა მისი ეფექტურად მართვა ასევე პრობლემა და ის თანხები უფრო მიზნობრივად უნდა იყოს მიმართული, ასე რომ ძალიან ბევრი ადამიანები ცხოვრობენ საკუთარი ცხოვრებით, სხვისი გამარჯვებების და შერკინებების მოლოდინით კი არ უნდა იყვნენ. მათი ცხოვრება კონკრეტული საკუთარი პირადი ცხოვრებისგან შედგება, რომელსაც აი ასეთი დაპირისპირებები არაფერ კარს არ უქადის. ამიტომ ჩვენ გონია, რომ ჩვენ თავისუფალ დემოკრატებს გვაქვს საკმარისი კომპეტენციაც, გვაქვს პრინციპების ერთგულება, ჩვენი დეკლარირებული პრინციპები ჩვენ სხვათა შორის ძალიან ბევრი ლაპარაკია ეხლა განახლებაზე, ის რომ აუცილებელია რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ და მე დღეს ვამბობდი ჩვენ პარტია ძლიერდებით და ახალი ადამიანები შემოდიან ჩვენ პარტიაში, მაგრამ არაფერი განსახლებელი ჩვენ არ აგვაქვს. იმიტომ რომ ჩვენ რომ შევიქმნით რა ღირებულებების და პრინციპების გარშემოც შევიქმნით იმ პრინციპებს ვიცავთ დღესაც. მე მაგალითად არაფერი არ მაქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში ისეთი, რომლის უკან მოხედვა შემსხვება და ქალბატონინო მოდით რა ერთი წუთი თუ შეიძლება შეგაწყვეტინებთ, მაგრამ თავისუფალ დემოკრატებს, როდესაც არჩევნების წინ საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული გაქვს და ხალხთან შეხვედრები კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შევა, აუცილებლად დაგისვამენ ჩემი აზრით შეკითხვას, რა თქვენ არ იყავით ეხლა რო არაფორმალურ მმართველობაზე მელაპარაკებით, ვერ ხვდებოდით ბიძინა ივანიშვილი რომ პოტენციურად არაფორმალური მმართველი იყო, რა თქვენ არ გეკუთვნით პასუხისმგებლობა მთელ რიგი ვერ შესრულებულ დანაპირებზე, აი ამ შემთხვევაში რა პასუხი გაქვთ? მე დიახ ერთად მოვედი და ძალიან აქტიურადაც მოვედით, მაშინ ძალიან აქტიური როლი ჩვენც ვითამაშეთ მათ შორის აი კოალიციურ შტაბში და პირველი ორი პარტია, რომელიც პარტნიორად დაასახელა ბატონმა ბიძინამ, სწორედ რესპუბლიკელები და ჩვენ ვიყავით და მართლა ჩვენ ხელდაკრეფილები არ ვიყავით და ვიბრძოდით საშინელ არჩევნებში ნამდვილად და მე ეხლაც დარწმუნებული ვარ, რომ ნაციონალების ის მმართველობა, მიშა სააკაშვილის ის მმართველობა უნდა შეგვეჩერებინა და ეს დანაპირები რომ ჩვენ ეს იყო ომი და ჩვენ ამ ომში მონაწილეობა მივიღეთ, მე ეხლაც მაქვს საამაყო, იმიტომ რომ ის ძალიან მძიმე მმართველობა უნდა დასრულებულიყო და დასრულდა.
და ყველა ის დანაპირები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი თავის სიტყვებში ამბობდა, მე ძალიან კარგად მახსოვს ინგა და ყველას ერთ-ერთი დიახ და მათ შორის ერთად მუშაობდით ამ ტექსტებზე და ყველა ის პრინციპი, რომელიც არის თავისუფალი დემოკრატების პრინციპი, ანუ სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პრინციპი, ყველა იმ სიტყვაში იყო ასახული და ამას ერთად დავპირდით ჩვენ მოსახლეობას. ჩვენ როდესაც ვიყავით მთავრობაში, გარდა იმისა, რომ მაშინ ფორმალური მმართველი იყო ბიძინა ივანიშვილი, ფორმალური პრემიერი იყო 1 წელი, ხო? და შემდეგ 1 წელიც კი არ იყო, რაც წავიდა ხელისუფლებიდან, ჩვენ წამოვედით ოპოზიციაში, ამიტომ არაფორმალურ მართვაზე ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას, მაშინ იყო ოფიციალური მართველი ბიძინა ივანიშვილი. კი ბატონო, თუმცა ბიძინა ივანიშვილი სანამ იყო პრემიერ-მინისტრი, უკვე მას ჰქონდა ძალიან დაძაბული და გაფუჭებული ურთიერთობა. იყო უკვე ალასანიასა და ივანიშვილის შორის, მე მახსოვს თუნდაც ის მთავრობის ხდომა, სადაც ძალიან უცნაური განცხადებებიც მოვისმინეთ ირაკლი ალასანიას მიმართ. რეალურად რატომ დაეჯახნენ ერთმანეთს ივანიშვილი და ალასანია? ერთი კითხვა მინდა დაგისვათ 4 საათზე მე ეს თემა გავააქტიურე ერთგვარად. ზუგდიდის არჩევნების წაგების შემდეგ 2012-ში არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ ეს ვერ აპატია ივანიშვილმა ალასანიას და ამის შემდეგ დაიძაბა მათი ურთიერთობა და წეღან სხვათა შორის ხათუნა ხოფერიამ, რომელიც ძალიან აქტიურად იყო მაშინ ალასანიას საარჩევნო ამბებში ჩართული, განაცხადა, რომ ირაკლი ალასანიამ უბრალოდ ბოლომდე არ იბრძოლა. დიახ, ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, ინგა, იმიტომ რომ მე თვითონ ვაპირებდი ამ ხათუნა ხოფერიას საუბარზე პასუხის გაცემას. ეს არის ძალიან უსამართლო და მე ვიტყოდი უსინდისო შეფასება. დღეს რომ ვუსმენდი ხათუნა ხოფერიას, გამახსენდა, დიახ, მე თვითონ მომისმენია ბატონ ბიძინასგან ასეთი შეფასება, რომ რატომ წააგო ზუგდიდის არჩევნები და ხათუნა ხოფერიას თითოეულ პასუხში, თითოეულ აი ამ ბრალდებაში მე ვისმენდი, რა ესიამოვნებოდა ბიძინა ივანიშვილს რომ მოესმინა მისგან. რატო რეალობასთან არ იყო ეს არის ძალიან უსინდისო და უსამართლო ბრალდება. ირაკლი ალასანიამ ყველაზე მძიმე რეგიონი აირჩია, მას შეეძლო სხვა ლიდერები თბილისის ნებისმიერ უბანში ეყარა კენჭი და იქნებოდა გამარჯვებული, გარანტირებულად გამარჯვებული მაჟორიტარი და ვერავინ ვერ წამოაყვედრიდა მას. იგი წავიდა ბუდეში, აი იმ საშინელი რეჟიმის ბუდეში წავიდა, სადაც ვერავინ ვერ გაბედა წასვლა. იქ იყო ზუსტად ვერ გაბედეს სხვა ლიდერები. დიახ, ვერ გაბედეს ირაკლი ალასანიამ გაბედა. რატო რა იყო ესეთი ვერ გაბედეს? სამეგრელო არის ნაციონალების დასაყრდენი. არა, იქ იყო ყველაზე მძიმე რეჟიმი შექმნილი, ყველამ კარგად ვიცით, მეგის ქარდავები, ციხის, ყველაფერი ეს უბედურება, საშინელება სამეგრელოში საწყალ მეგრელ ქართულ ხალხზე გადავიდა და ეს იყო მათი ბუდე. ეს იყო ახალაიების, მეგის ქარდავების და მთელი იმ უბედურების ამკლავი. ხო ვიცით ეს ახალაიამ ხო მოიგო ფაქტია. მოდით ასე ვთქვა, დღეს და იქ წავიდა ალასანია. ალასანიამ გააკეთა მაქსიმუმი ინგა მაშინ რაც შეიძლება მან დააგროვა მობილიზაცია გაუკეთა ხმებს, რომლის მსგავსი ოცნებას არ აუღია. არც საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე ოცნება რო იყო ხელისუფლებაში. არც ადგილობრივ არჩევნებში და ეხლა საერთოდ წააგეს სამეგრელოს უბნები. ხო მართალია. იგივე ხათუნა ხოფერია ლაპარაკობდა, რომ წინა დღესო ავტომატიანი ხალხიო აშინებდაო მოსახლეობასო. და რა უნდა ეკნა ალასანიას? აი ეს მართლად დადრგუნული, შეშინებული მოსახლეობა, რომელსაც ავტომატებით აშინებდნენ და ვერ გამოიყვანეს არჩევნებზე, ალასანიას როგორ უნდა გამოეყვანა და მათი სიცოცხლე სასწორზე უნდა შეეგდო? რას ლაპარაკობენ? არც კი ცხენია და ქალბატონი ხათუნა ხოფერია იყო შტამბის ერთ-ერთი წარმომადგენელი. დღეს რომ ამბობს, რომ ალასანიამ არ იბრძო და სხვათა შორის ფოტომასალაც, საჩივრებიც გავასაჩივრე და მაშინ ვისი სასამართლო იყო ინგა?
მურუსიძის სასამართლო იყო, ოღონდ პრეზიდენტი იყო მიხეილ სააკაშვილი. მურუსიძის სასამართლოში როგორ დაამტკიცებდა ალასანია რომ მართალი იყო და როგორ დაასაბუთებდა ამას სამართლებრივად, რასაც ეხლა თხოვენ? ვერ დაასაბუთებდა. ხო თანხმდებით რომ ვერ დაასაბუთებდა. ეს სასამართლო მურუსიძის სასამართლო იმიტომ იყო სააკაშვილის სასამართლო რომ მისთვის მისაღები გადაწყვეტილებები მიიღო ისევ ისე როგორც დღესაც გვაქვს მურუსიძის სასამართლო და დღესაც ოცნების სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებს. ეს არის სამარცხვინო რამ რომ ეს უსამართლობა გრძელდება და მათ შორის გრძელდება უსამართლო ბრალდებები. კარგით, ქალბატონო ნინო, კიდევ ერთი კითხვა უნდა დაგისვათ, შემდეგ უკვე ფოთი უნდა ჩაგვერთოს პირდაპირ ეთერში. რა შეფასებას მისცემთ ოცნების განახლებულ გუნდს? მას მერე რაც დიპლომატების პოლიტიკური გუნდი ალასანიას გუნდის სახით წამოხვედით თავისუფალი დემოკრატები, ფაქტია რომ ძალიან გაუჭირდა ოცნებას პოზიცირება საერთაშორისო დონეზე. მას მერე რაც რესპუბლიკელებმაც განაცხადეს რომ ისინიც კოალიციის მიღმა იყრიან კენჭს სამარჩევნებში, ოცნებას დასჭირდა რებრენდინგი და მთავარი აქცენტი გაკეთდა უცხოეთში განათლება მიღებულებზე. ანუ საერთაშორისო მასშტაბზე გაუჭირდა და იმიტომ მე მაინტერესებს აი ამ განახლების ფონზე რა შეფასებას მისცემ და რა პროგნოზს გააკეთებთ სახელმწიფო გუნდის შანსებს. დიდი მადლობა. მე მომავალში საკუთარ გუნდზე ვისაუბრებ. ალბათ მომეცემა არ გეწყინოთ ეხლა ხო მაგრამ აუცილებლად შევაფასებ ეს იყო ჩემთვის ძალიან მძიმე წარდგენა და სხვათა შორის მძიმე წარდგენა იყო სწორედ როდესაც ახალი გუნდი წარადგინეს ეს იყო გაუნათლებლობისგან დაკომპლექსებული გუნდის წარდგენა სადაც მახვილი გაკეთდა სწორედ უცხოურ განათლებაზე გაუნათლებლობის კომპლექსმა მოიტანა ეს გაუნათლებლობის კომპლექსი დიახ და ამით კიდევ უფრო მეტი შეურაცხყოფა მიაყენეს საკუთარ მოსახლეობას რომლის უმეტესობასაც საქართველოში აქვს განათლება მიღებული და ის ამაყობს ამ განათლებით. ამიტომ ეს იყო ძალიან ცუდი, ძალიან პროვინციალური და დაკომპლექსებული გუნდის წარდგენა. ასე ვიტყოდი მე. რაც შეეხება ჩვენ ვნახეთ ასეთი რამ ახალი არ არის ნაციონალები ზუსტად აი ამ უცხოეთში განათლება მიღებული ადამიანებით ამაყობდნენ თუმცა თანაც ეს განათლება რა განათლება არ ვიცით იმიტომ რომ ამაში გადის ორთვიანი, სამთვიანი სერტიფიკატები და ასე შემდეგ მაგას არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ ვიცით ამაზე აპელირებამ რა მოგვიტანა და პოლიტიკაში განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთადერთი და გადამწყვეტი კრიტერიუმი არ არის ინგა. პოლიტიკაში გადამწყვეტი კრიტერიუმი არის პრინციპულობა და ღირებულებების ერთგულება და ერთი წუთით დავამატებ და თან მნიშვნელოვანია ხელისუფლებაში რო ხარ მაშინ როგორ იქცევი მაშინ ძალაუფლება როგორ მოქმედებს შენზე იცვლი თუ არა პრინციპებს იმის მიხედვით რა გაწყობს და რა არა ასეთი გამოცდილება არც ერთ ამ ადამიანზე არ შემიძლია რომ თქვა რომ რამე მსგავსი გვიჩვენეს და გარდა ამისა კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა რომ აი დემოკრატიის და სამართლის მაგისტრები იღებენ პასუხისმგებლობას არაფორმალურ მართვაზე, მურუსიძის სასამართლოზე და შოთაძის პროკურატურაზე. ასე რომ მათ ასეთ პრინციპულობას ცოტა ეჭვეს და კიდევ ერთი კითხვა უნდა დაგისვათ. სამი პოლიტიკური გუნდია, რომელმაც ათეული უკვე წარმოადგინა და თქვენ 20-ულით წარმოგვიდგინეთ. ნუ ჯერ ოცნებას არ დაუსახელებია თან მიმდევრობა, მაგრამ ეს განახლებული სახეები უკვე თავისთავად მეტყველებდნენ. წონითი კატეგორიების მიხედვით, რომელი გუნდი უფრო მეტად არის თქვენი აზრით, რომელ გუნდს უფრო მეტი შანსი აქვს? თავისუფალი დემოკრატები, სადაც ხათ იწყება ალასანია, ვიქტორ დოლიძე, შემდეგ თქვენ ზურა აბაშიძე, გია ცაგარეიშვილი, ბუკა პეტრიაშვილი, მაია ფანჯიკიძე და ასე შემდეგ. თუ აი ახალ ნაციონალური მოძრაობის ახალ სახეებს თუ ოცნებს? მოდით ასე ვთქვათ, ოცნება სი არ წარუდგენია, ხო, მაგრამ ალბათ წამყვანი პოზიციები ექნებათ ამ ადამიანებს. ნახოთ, იმიტომ რომ იქ მე როგორც ვიცი ძალიან მძიმე ამბავია და როგორ გადანაწილდება ბოლომდე არ ვიცი, რა თქმა უნდა არ ვიქნები გულწრფელი რომ არ ვთქვა რომ მე ჩემი გუნდი მომწონს, მიყვარს და მჯერა
და ამიტომ იმედი მაქვს, რომ ჩემი გუნდი ყველაზე მაგარი გუნდია და ამას დავუდასტურებ. მოგიწევთ ბევრჯერ ამის დადასტურება, ნინო და სულ ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ. პრაქტიკულად დანაკარგის გარეშე გაიარა ალასანიამ, აღმოჩნდა რომ გუნდი იყო ძალიან მხარდამჭერი ლიდერის, მაგრამ დაკარგეთ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, აი ამ წამოსვლაში, ჯერ გაერთიანებაში, შემდეგ წამოსვლაში, რომელიც იყო თეა წოლუკიანი, იუსტიციის მინისტრი. ჩვენი ინფორმაციით ის იქნება ქართული ოცნების საარჩევნო სიაში ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე. რა სიტყვით დღეს გწყდებათ გული, რომ წოლუკიანი დაკარგეთ და ის აღარ არის მე მგონი ძალიან ბუნებრივი რამ მოხდა, იმიტომ რომ წოლუკიანის განცხადებები, მისი საქმიანობა, მისი პრინციპებისადმი ერთგულება აღმოჩნდა ჩვენ გუნდთან შეუთავსებელი. მე ვამაყობ ჩემი გუნდით, რომელმაც პრინციპებზე მაღლა ადამიანების გვერდზე დგომაზე მაღლა არ დააყენა ძალაუფლება და ხელისუფლების ბერკეტები და დარჩა პრინციპების ერთგული და დატოვა ძალაუფლება. ვინ ძალაუფლებაში დარჩა ამის მიუხედავად ის ჩვენი გუნდის წევრი ვერ იქნება. წარმატება მინდა გისურვოთ ნინო, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ნინო გოგუაძე, თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი საუბრობდა პირდაპირ ეთერში და ახლა სხვა რესპონდენტზე უნდა გადავიდეთ, ის იყო მიხეილ სააკაშვილის უახლოესი თანამებრძოლი